პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ სულიერების გზაზე დამდგარმა ადამიანებმა, ეს მიტევებაა. ბოღმისა და ტკივილის გულში ტარება ანგრევს ადამიანის ფსიქიკას და უამრავი ფიზიკური დაავადების პროვოცირებას იწვევს, რაც ჩვენვე დაგვაზიანებს და არა იმას, ვინც ოდესღაც გული გვატკინა. თუ პატიება არ შეგიძლია, ჯერ კიდევ ბევრი გაქვს საკუთარ თავთან სამუშაო. სულში ტკივილის ტარება ბორკილივითაა. იგი გვამძიმებს, გვაკავებს და წარსულში გვამყოფებს. მაგრამ როგორც კი ვხსნით ჩვენს გულს და ვუშვებთ წყენას, სამყაროსგან უდიდეს საჩუქარს ვიღებთ, თავისუფლებას. მიტევება არ ნიშნავს დავიწყებას და არც იმას, რომ ტკივილი მართებული იყო. მიტევება ნიშნავს ჩვენი სულისთვის მძიმე ტვირთის მოხსნას. ეს არის გადაწყვეტილება, აღარ მივცეთ წარსულს ძალა, რომ ჩვენი აწმყო მართოს. როცა ვპატიობთ, ჩვენ ხსნით გულის კარს სიყვარულისთვის. ღრმა სულიერი ჭრილობები იკურნება სინათლით და იქ, სადაც ადრე ტკივილი იყო, იბადება სიხარული, სიმშვიდე და მადლიერება. მიტევება ეს არის გზავნილი საკუთარ თავთან. მე ვირჩევ სიყვარულს და ბედნიერებას. მე ვირჩევ თავისუფლებას. მაშინვე, როცა პატიებას ვსწავლობთ, ხდებით, რომ სინამდვილეში ჩვენ საკუთარ თავს ვპატიობთ და სწორედ ამ მომენტში იწყება ნამდვილი განკორნება. გახსოვდეს, მიტევება არის ხიდი ტკივილიდან ბედნიერებისკენ, სიბნელიდან სინათლისკენ. გისურვებთ უსაზღრო ბედნიერებას.